დღეს ჩვენ უფრო კონცენტრირებულად ჩავშლით სკოლამდელი განვითარების ფაზას ბავშვის ცხოვრებაში. ჯანსაღი გარემო, რომელსაც ვქმნით ბაღში, პირველ რიგში უნდა იყოს ბავშვზე ორიენტირებული. ბევრი სტუდენტი ამ მთელ მსოფლიოში, არ ეხება მხოლოდ საქართველოს, პირველ ადგილზე მოტივატორებს შორის ასახელებს საკუთარ ნეგატიურ გამოცდილებებს. ბავშვებს ყველაზე მეტად უყვართ თავისუფალი თამაში, სადაც აღმზრდელებთან ერთად არიან მთელი თავისი ფანტაზიით, წარმოსახვის უნარით ჩართულები. როგორია ის მშობელი, რომელთანაც ბაღი საუკეთესოდ ურთიერთობს, თანამშრომლობს? მე თუ მინდა თითოეულ ბავშვთან წინ გადადგმული ნაბიჯები განვახორციელო, მშობლის ხარდაჭერის გარეშე ეს არ გამომივა. როდის არიან ბედნიერები ბავშვები და რომელ სივრცეებში არიან? ბავშვი ბედნიერი რო იყოს, გარემო უნდა იყოს ყველა იმ ადამიანისთვის ჯანსაღი, ვინც ბავშვის ირგვლივ ტრიალებს. მოგესალმებით. მე ვარ პალატა პაპავა, განათლების სპეციალისტი და აზროვნების აკადემიის სკოლის ერთ-ერთი დირექტორი. ვაგზელებთ პოდკასტს, რომელიც ეთმობა ბავშვებს. დავაზუსტებ ბავშვებსა და უფროსებს. ამათ შორის ურთიერთობებს. სკოლას და იმას თუ როგორ ქმნიან უფროსები საუკეთესო გარემოს ბავშვების ზრდისა და განვითარებისათვის. ვეხებით ბევრ თემას, რომლებიც აი სწორედ ამაში გვეხმარება. დავინახოთ კარგი სკოლა, შევიგრძნოთ, მეტიც შევიგრძნოთ რა არის კარგი სკოლა, რა ხდება ასეთ სკოლაში და მეტიც რა აკლია სკოლას იმისათვის, რომ სწორად და კარგად შეუწყოს ხელი ბავშვის მოზარდის განვითარებას. დღეს ჩვენ ცოტათი გავალთ სკოლის სივრციდან და სკოლის პერიოდიდან, ისევე როგორც მაგალითად ვისაუბრეთ ბანაკებზე, საზაფხულო თუ ზამთრის ბანაკებზე. ეს არ იყო უშუალოდ სკოლასთან დაკავშირებული პოდკასტი, მაგრამ მაინც შევეხეთ არაფორმალურ განათლებას. ანუ განათლების სივრცეში მაინც დავრჩით. აი დღეს სწორედ ასეთი ტიპის კიდევ ერთი პოდკასტი გვექნება. ჩვენი სტუმარია სკოლამდელი აღზრდის სპეციალისტი, ბაღის ხელმძღვანელი სალომე დარსალია. ძალიან სასიამოვნოა დღეს აქ ამ ფორმატში მასთან შეხვედრა. ჩვენ შეხვედრი ვართ სხვა ფორმატებში, მაგალითად, როდესაც სკოლას ვამზადებდით, ხო, ავტორიზაციისთვის. დღეს ჩვენ უფრო კონცენტრირებულად და საინტერესოდ დარწმუნებული ვარ ამაში, ჩავშლით სკოლამდელი განვითარების ფაზას ბავშვის ცხოვრებაში და კიდევ უფრო მეტად შევეხებით იმას, რასაც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები ქვია, ის თუ როგორ გამოიყურება დღეს კარგი ბაღი და როგორ ამზადებს ბაღი ბავშვს იმისათვის, როგორ ქმნის სასკოლო მზაობას კარგი ბაღი და იმდენად რამდენადაც თქვენ გაქვთ დიდი გამოცდილება ამ კუთხით, დაგიგროვდათ უკვე დიდი გამოცდილება ამ კუთხით, რა თქმა უნდა საინტერესო დიალოგს ველოდებით თქვენთან. სალმე, ჯერ პირველ რიგში დავიწყოთ მოკლედ, ჩვენ გვაქვს ესეთი ერთგვარი წესივით, რომ დავიწყოთ ასე, მოკლედ თქვენ თავად წარუდგინეთ მსმენელს თავი, როგორ და ერთგვარი ამ პატარა შესავლის თქვენი წარდგენის აი ამ დასრულებისკენ როგორ მიხვედით ბავშვებთან, რა მიგიყვანათ ბავშვებთან და როგორ აღმოჩნდით უკვე ლიდერის პოზიციაში. ესე იგი იმ ლიდერის პოზიციაში, რომელიც ბავშვებს უქმნის, ხო, რაც გარემოს და პროცესებს. მადლობა მოწვევისთვის, საინტერესოა თქვენთან საუბარი და ერთგვარი გამოცდილება იქნება ეს რამდენიმე საათი თქვენთან საუბრის ჩემთვის, როგორც უკვე აღნიშნეთ, გარკვეული გამოცდილება დამიკროვდა და დაახლოებით არც ისე ბევრი, ვთვლი რომ კიდე ბევრი მაქვს სასწაული და ყოველდღიურად ბავშვებთან ურთიერთობა მზრდის და ვითარდები, დაახლოებით 10 წელი ამ სფეროში ვარ. ჩემი განათლების
თან შემხებლობა სტუდენტობის პერიოდში დაიწყო, როდესაც დავსწავლობდი თან ბავშვებთან, ასე ტუტორი ვიყავი, ასე ვთქვათ, მე განათლების ადმინისტრირება დავამთავრე სამაგისტრო პროგრამა, სადაც დავინახე, როგორ შეიძლება იყოს საგანმანათლებლო სფერო საინტერესო ბავშვებისთვის, საჭირო და მათთვის სასიამოვნო გარემოს შექმნა გახდა ჩემი ერთგვარი მოტივაცია ამ სფეროში დამეწყო მოღვაწეობა და აქ მიღებული ცოდნა, საერთაშორისო გამოცდილებები, სხვა ქვეყნის გამოცდილებები ადრეულ განათლებაში თუ ზოგად განათლებაში იყო ჩემი ბიძგი იმისი, რომ რასაც ვსწავლობდი, შემექმნა გარემო, სადაც ამ ყველაფერს გადავიტანდი და ბავშვებისთვის სწავლა გამხდარიყო ბედნიერება. და მათთვის ეს ყოფილიყო რაღაცა მოტივაციის მიმცემი, რომ შეძლებოდათ მათი შინაგანი ინტერესები, პოტენციალი გამოევლინათ ამ სფეროში და თუნდაც პირადი გამოცდილებები, სკოლაში მარცხები, ადრეულ განათლებაში მიუღწეველი ჩემი რაღაცები რაც დარჩა და ეს ყველა ადამიანს მოყვება რაღაც ბავშვობიდან პატარა ტრამვები, ეს ჩემი გამოცდილებაც გამომეყენებინა და მათთვის უფრო დადებითი და პოზიტიური კუთხით დამენახებინა, თუნდაც ის გარემო შემექვა, სადაც საკუთარ თავს და ინტერესებს აღმოაჩენდნენ. იმიტომ რომ საკმაოდ გვიან აღმოვაჩინე ჩემი ინტერესები რა შეიძლება ყოფილიყო და ხელშემწყობი გარემო, თუნდაც ადრეულ განათლებაში ნაკლებად იყო ჩემ დროს და ეს არ იყო დადებითი გამოცდილება, ასე ვთქვათ. სამწუხაროდ ჩემთვის. მადლობა, სხვა შორის სტუდენტები და მიმუშავია სტუდენტებთან მომავალ მასწავლებლებს გულისხმობ ახლა. რა თქმა უნდა, ტარდება კვლევები მათი რა მოტივაციით აბარებენ, ასე ვთქვათ, უერთდებიან ამ ფაკულტეტს, ანუ რატო ირჩევენ მასწავლებლობას? ახალგაზრდა ადამიანები, რომლებსაც აქვს დიდი არჩევანი, რატომ მიდიან მაინც და მაინც, ვთქვათ, ხო და რამდენიმე ძირითადი ფაქტორია, რამდენიმე ძირითადი მოტივატორია, ასე ვთქვათ, წყარო მოტივაციის თუ რატომ ირჩევს ადამიანი და ერთ-ერთი წამყვანი სტატისტიკურად ბევრი სტუდენტი, ანუ მთელ მსოფლიოში, არ ეხება მხოლოდ საქართველოს, ასახელებს პირველ ადგილზე მოტივატორებს შორის ასახელებს საკუთარ ნეგატიურ გამოცდილებებს, ტრავმებს, ფრუსტრაციებს, აი მტკივნეულ მომენტებს, ხო, აი მწუხილებს, რომლებიც გამოყვა როგორც მოსწავლეს. და ესე იგი მისი მოტივაცია არის, რომ შექმნას ისეთი გარემო, ისეთი პროცესი, ხო, ისეთი აქტივობები, ისეთი რესურსები, რომლებიც აარიდებს სხვა ბავშვებს, მომავალი თაობის ბავშვებს იმ ტრავმებსა და ტკივილებს, რომლებიც თავად გამოიარა მოსწავლეობის პერიოდში. ან ბარის პერიოდში. კი, ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, რომ შეიძლება მაქსიმალურად ძალიან ისე სრულყოფილად შევძლო ყველასთან. ანუ შეიძლება მეც ვიყო ვიღაცისთვის უნებლიეთ რაღაცის გამსაზღვრელი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩემი მოტივაცია იყო ის, რომ შემექმნა გარემო და მემუშავა ისეთ გარემოში, სადაც ბავშვები ბედნიერები იქნებოდნენ, მე მათი მეგობარი ვიქნებოდი და არა, ვთქვათ, განყენებული ავტორიტეტული ფიგურა, რომელიც უბრალოდ უთითებს, არა მე ვარ ვიყავ ფასილიტატორი, რომელიც მათ ეხმარებოდათ მათი ინტერესების გამოვლენაში, შესაძლებლობების, უნარების დახვეწაში და ჩემთვის სასიამოვნოა. პირველ რიგში მე მიყვარს ბავშვებთან ურთიერთობა, მათთან ერთად უამრავი რამის აღმოჩენა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ყოველი დღე მათთან ურთიერთობაში მე მზრდის დღესაც პიროვნულად, ეს პატარა ადამიანები არიან საოცარი გამსაზღვრელი მათი გულწრფელობით, როგორი დამოკიდებულება გაქვს შენ მათთან, ან როგორ ურთიერთობ მათთან და თუ მათ მოусმენთ, დავაკვირდებით, ძალიან კარგი მასწავლებლები არიან იმ კონკრეტულ მომენტებშიც და ცხოვრებისეული მაგალითების თვალსაზრისითაც, იმიტომ რომ ისინი ბევრ რამეს გვაძლევენ ჩვენ იმაზე მეტს, ვიდრე გუგონია და უყურებთ. სანამ უშუალოდ სისტემას შევეხებით და შევეხებით უпроსორად მოდი სისტემურ დონეზე არ გვინდა დღეს საუბარი, უფრო შევეხოთ აი ერთი კონკრეტული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, ერთი კონკრეტული ბაღი. ხო, უფრო ესეთი განზოგადებული სურათი შევქრათ, როგორც სკოლაზე სტუმრებს თხოვთ ხოლმე, რომ მოდი აი გვამოგზაურეთ თქვენეულ კარგ სკოლაში. აი ახლა დღეს მოდი ვიმოგზაუროთ ერთად თქვენეულ კარგ ბაღში და გამოვყოთ ის ძირითადი ხაზები, მოტივები, აკორდები, რომლებიც ქმნის თავარ რამეებს,
თავარ რამეებს ქმნის ბავშვის თვის აი ამ უმნიშვნელოვანეს ასაკში. რომელსაც შეიძლება ზოგიერთი ზერელედ უყურებს და ზოგიერთი უყურებს ისე რომ და სამწუხაროდ არის ასეთი რომ ხო რაც სულ რამდენიმე რამე არის საკმარისი იმისთვის რომ ბავშვი სკოლის ასაკამდე მივიდეს და მზად შევიდეს ასე თქვა სკოლაში. ცხადია ვიცით რომ ასე არ არის. ახლა ჩვენი პოდკასტი სწორედ ამ სტერეოტიპსაც მგონია რომ უნდა შეეხოს სერიოზულად და კიდევ ერთხელ დავანახოთ იმდენად რამდენად მშობლებიც გვისმენენ და არა მხოლოდ ჩვენი კოლეგები და სპეციალისტები ისმენენ ამ პოდკასტს, არამედ მშობლებიც ისმენენ და მათთვისაც გვინდა რომ რაღაცები მნიშვნელოვანი ვთქვათ, მათ წაიღონ ამ საუბრიდან რაღაცები, მოდი ესეც რაღაცნაირად დავიმახსოვროთ, მაგრამ იქამდე მინდა ვთქვა რომ თქვენ რამდენჯერმე უკვე ახსენეთ ბედნიერება. დიახ. ბავშვის ცხოვრებაში, ხო? აი სკოლამდელი ბავშვის ბედნიერება. და მოდი აქედან ამ გზით მიუახლოვდეთ ბავშვს. რა არის ბედნიერება? აი ამ ასაკში, სკოლამდელ ასაკში, რა განაპირობებს მას, რა ბედნიერებს ბავშვს ამ ასაკში და კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ, სწორედ აი ბედნიერების კუთხით გზით შევიდეთ ბაღში. როგორ ახერხებს ბედნიერი ბაღის მოწყობას, ორგანიზებას და აი ესე ყოველდღიურობაში გაშვებას გნებავთ ხელმძღვანელი თქვენი პოზიციიდან, გნებავთ ტუტორი, აღზრდელი, მასწავლებელი, ყველა ვინც იქ მოღვაწეობს. ცოტა უფრო ფართოდ დავიწყებ ადრეული განათლების მნიშვნელობაზე ვიტყვი, რომ უნიშნელოვანესი ეტაპია ბავშვის ცხოვრებაში და ზოგადად ადრეული განვითარება და განათლება იწყება ოჯახიდან და უნიშნელოვანეს როლს ასრულებს ადრეულ განათლებაში მშობლის ჩართულობაც. ბედნიერების ხარისხი არის ეს მნიშვნელოვანი გამოცდილება და თანამშრომლობა სააღმზრდელო გარემოში მშობლის, აღზრდელების და იმ სივრცის, სადაც ბავშვს უწევს დღის უდიდესი ნაწილის გატარება. უამრავი კვლევა ადასტურებს, რომ ხარისხიანი ადრეული განათლება არის საფუძველი ბავშვის აკადემიური წარმატების და სოციალური ინტეგრაციის. ჯანსაღი გარემო, რომელსაც ვქმნით ბაღში, პირველ რიგში უნდა იყოს ბავშვზე ორიენტირებული. ბავშვზე ორიენტირებული გარემო უკვე ნიშნავს, რომ ბავშვის იმ კომპონენტებისა და საჭიროებების გამოკვეთას, მისი ინდივიდუალური ტემპის, განვითარების ტემპზე მიყოლას, რაც ამ ყველაფერს მიყავს. ბავშვის წამყვანი ქცევა თუ თამაში არის გარემოში, ბავშვის ინტერესებზე თუ ვართ ორიენტირებული, მისი ინდივიდუალური განვითარების ტემპს თუ მიყვება აღზრდელი, თუ სწავლება ხდება კვლევებით, აღმოჩენებით, გამოცდილებით, სწორედ ეს განსაზღვრავს ბავშვის ბედნიერებას. ჯანსაღი გარემო და დამოკიდებულება განსაზღვრავს ბავშვის ბედნიერების ხარისხს. ოღონდ ამ დამოკიდებულებაში და ამ სიჯანსაღეში მხოლოდ სააღზრდელო გარემო არ იგულისხმება, აქ იგულისხმება მშობლის ჩართულობაც, როგორი კომუნიკაცია აქვს და ბაღს და მშობელს, როგორ ურთიერთობს ბაღის თანამშრომლები ერთმანეთთან, აღმზრდელი აღსაზრდელთან. ეს ყველაფერი ქმნის ჯანსაღ გარემოს, რომელიც ბავშვის ბედნიერების გამსასწორელია. მშვენიერი, ძალიან დიდი მადლობა. ეხლა თქვენ ამ პროცესებს უყურებთ მაინც ხელმძღვანელის პოზიციიდან, ხო? და იმ ადამიანის პოზიციიდან, რომელიც თან გეგმავს, ფორმას აძლევს, დიზაინზე ზრუნავს, არ გულისხმობა ახლა კედლების ფერს, არამედ ორგანიზაციულ დიზაინს გულისხმობა რა, პროცესები რა რას მოსდევს, როგორ არის ეს ყველაფერი მოწყობილი, რა სივრცეებია, ხო? და რა არის დროსა და სივრცეში, როგორი ურთიერთმიმართებებია. აი ეს ყველაფერი, ესე იგი, ეს ყველაფერი ერთი მხრივ რო ჩავშალოთ, რომელია ბავშვისთვის აი ეს ფავორიტი, ყველაზე საყვარელი მონაკვეთები ამ იმაში ორგანიზაციაში, აი მოსვლიდან, თქვა კვირის განმავლობაში, აი რა შეგიძლიათ გამოყოთ, რომ როდის არიან ბედნიერები ბავშვები და რომელ სივრცეებში არიან. მოდი აი დროსა და სივრცეს მივაბათ. და არ დაგვაუწყდეს ძალიან მნიშვნელოვანი, ახლავე რომ მოვნიშნოთ ეს საკითხი, არ დაგვაუწყდეს საუბარი ისეთ თემაზე, როგორიც არის როგორ ხედავთ თქვენ, თუ შეგიძლიათ რომ დაგვანახოთ, აგვიწეროთ, თქვათ აი იდეალური მშობელი, როგორია ის მშობელი, რომელთანაც ბაღი აი საუკეთესოდ ურთიერთობს, თანამშრომლობს, ხო? აი ეს ორი თემა გავშალოთ, ოღონდ მოვბრუნდეთ ახლა პირველთან. ისევ ბავშვის ბედნიერებას დავუბრუნდეთ და მის განვითარებას
დაუბრუნდეთ და რომელი ადგილები და დროის მონაკვეთები უყვართ ყველაზე მეტად ბავშვებს და რატომ? ბავშვებს ყველაზე მეტად უყვართ თავისუფალი თამაში, სადაც აღმზრდელებთან ერთად არიან მთელი თავისი ფანტაზიით, წარმოსახვის უნარით ჩართულები, როლური თამაშები, როდესაც ამ პროცესში თვითონ აღმზრდელით მათი ასაკის არის და ეს როლი აქ მორგებული. ხშირად შევდივარ ხოლმე ძალიან მიყვარს ყველა ასაკთან შესვლა და მათთან ერთად ამ თავისუფალი თამაშის გამოყენება, ვიდრე დაგეგმილი აქტივობის შესრულება, იმიტომ რომ მანდ მაინც რაღაც გარკვეული შეთანხმებების დაცვა უწევთ ხოლმე და თავისუფალი თამაშის დროს სრულიად ლაღები არიან ამ პროცესში. მიუხედავად ისა, რომ მთელი პროცესი ბაღის და მთელი დღის რეჟიმი ჩვენი მეთოდოლოგია თამაშზე დაფუძნებული არის და ყველაფერი ბავშვს სტრესის გარეშე მიეწოდება, მაინც გარკვეულ სტრუქტურას მოიცავს. ხოლო აი დღის მონაკვეთში თავისუფალი თამაში, როდესაც არის მაგალითად წარმოსახვით ნაყინობანას, როდესაც ვთამაშობთ, ვაკეთებთ დონატებს და ამას უყიდით, ამ დროს არიან სრულიად ლაღები, თავისუფლები, ბოლომდე ჩართულები. ძალიან უყვართ არტის გაკვეთილები, სადაც ყველანაირი ზედაპირის და თავისუფალ შემოქმედებით ეპიზოდებთან მივდივართ მაინც, რომელიც უნივერსალურია რა. კი, უნივერსალურია თამაში, თავისუფლება, სილაღე, სადაც რაღაც გარკვეულ ჩარჩოებს არ მოიცავს და არ სჭირდება მისი ინტერესების დათრგუნვა, მისი სურვილების დათრგუნვა, მიუხედავად იმისა, რომ სტრუქტურიზებულ აქტივობების დროსაც ვცდილობთ, რომ თითოეული ბავშვის ინტერესი იყოს გათვალისწინებული და მას არ მოუწიოს მისი სურვილების რაღაცა უგულებელ ყოფა. პირადად ჩემთვის ამ სრულიად მართლაც უნივერსალურ და საოცარ სამყაროს შემოვხედავ ცოტა უფრო ესეთი ცოტათი მკაცრი მომთხოვნი თვალით. და კითხავთ, კი, მაგრამ ასე თუ ვალაღეთ და ვათამაშეთ ბავშვები და თავისუფლება, ხო, ესე გადაჭარბებით შევთავაზეთ, სადღა მაშინ წესრიგი, დისციპლინა, თვით მოწესრიგების, თვით რეგულირების უნარჩვევები. კი ბატონო, ეს თავისუფალი თამაშიც გარკვეულ სტრუქტურას მოიცავს. ანუ აქ დასაწყისში ვთანხმდებით რისი თამაში უნდა, რომელ კუთხეს აირჩევს, ეს კონსტრუქციული თამაში იქნება, როლური თამაში იქნება, ვთქვათ, სხვადასხვა სენსორული აქტივობების შესრულება უნდა, წიგნერების კუთხეს აირჩევს. აქ არჩევანს სწავლობს უკვე ბავშვი და მისი გადაწყვეტილების მიღებას. სწავლობს სოციალურ ურთიერთობებს თანატოლებთან, იმიტომ რომ რაღაცა ეტაპზე მან აირჩია ეს, დაიწყებს ამის თამაში და უნდა დაასრულოს. ეს თავისუფალი თამაში ქაოტური არ არის, თავისი წესრიგი აქვს ამას, სადაც სწავლობს გაზიარებას. რო ეს არის მოწესრიგებული პროცესი. კი ბატონო, ეს როცა ჩვენ საუბრობთ შემოქმედებით თავისუფლებაზე, ხო? აი იმ ტიპის თავისუფლებაზე, რომელშიც მართლაც ხარობს და ყვავის ბავშვის ფსიქიკაც, ხო, ესე გონებაც, ფიზიკური, ჩვენ არ საუბრობთ ქაოსზე და არ საუბრობთ, ხო, რაც უწესრიგობაზე. დამაზიანებელ უწესრიგობაზე. სინამდვილეში ამ ყველაფერს აქვს შინაგანი, ხო, შინაგანი სტრუქტურა, შინაგანი ფორმა. შინაგანი სტრუქტურა, შინაგანი ფორმაც, გარეგანი სტრუქტურაც აქვს, იმიტომ რომ ის არჩევანს აკეთებს ამ დროს და თავისუფალი თამაშის დროს აღმზრდელს ყველაზე მეტად ეძლევა შესაძლებლობა დააკვირდეს მის უნარებს. სადა არის ბავშვის საჭიროებები ყველაზე მეტად იკვეთება, ეს არის სოციალური უნარები, ვთქვათ, უჭირს გაზიარება, უჭირს რიგის დაცვა, ვთქვათ, უჭირს მეგობრისთვის თხოვნა, რომ რაღაცა დახმარება სჭირდება, ან იმ სათამაშოს მოთხოვნა, რომელიც მას სურს. ეს არ არის ქაოტური პროცესი, სადაც უკონტროლოა სიტუაცია, არ არის ასე. ეს არის შემოქმედებითი პროცესი, სადაც ლაღად და თავისუფლად გრძნობს ბავშვი თავს, რაც მნიშვნელოვანი არის, მაგრამ ეს არის დაგეგმილი პროცესი, სადაც უამრავ უნარს ივითარებს ბავშვი, სხვადასხვა მიმართულებით. ეს არის სოციალური, ემოციური, კოგნიტური, ფიზიკური, თუნდაც, როდესაც რაღაცა აქტივობას
ასრულებს ამ პროცესში და ამ ყველაფერს ჩვენ ვაკვირდებით და ხდება ჩართულობა აღმზრდელის მხრიდან შემდგომ უკვე თუ რაღაცა საჭიროება გამოიკვეთა მაგალითად ან ძლიერი მხარეებს დავაკვირდებით და ამას ვიყენებთ მე სწორედ იმისთვის რომ ბავშვის თვითშეფასება წინ წამოუწიოთ. თავისუფალ თამაში ეს არის იგულისხმება ქაოტური თამაში რომელიც უმართავია. სალმე კენ რობინსონი ხო ერთ-ერთი დიდი განმანათლებელი და თავისი ცნობილი TED გამოსვლით TED სიტყვით ნაცი ლამის საბოლოოდ დაამკვიდრა დიდი ბეჭედი დაასვა იმასაც თქვენ ბრძანეთ დასაწყისშივე რომ ინდივიდუალიზაცია და პერსონალიზაცია აღზრდისა და განათლების არის მთავარი აკორდი რომელსაც ცდილობს რომლის შესრულებასაც და რეალიზებასაც ცდილობს თანამედროვეობა თანამედროვე კაცობრიობა ხო იქ ამბობს რომ რატომ არ არის ისა ხო ფინეთში ბავშვის სკოლიდან გასვლა ან გარიცხვა ან თავისთავად ბავშვი როცა ხო გაურბის და გადის სკოლიდან აღარ დადის სკოლაში მოდი ესე მარტივად ვთქვათ ხო და ისეთი პროცესებია იქ რომ რატომ უნდა წავიდეს ბავშვი სკოლიდან ესე იგი რა პირიქით ხო ესე იგი რა უნდა მოწყვიტოს ბავშვი და იმას სწორედ იმავე სვე ამბობს რაც თქვენ ჩამოთვალეთ ახლა როცა პროცესში თავარი ხაზები ამ პროცესში არის შემოქმედებითობა როცა თავარი ხაზი არის აი ეს ლაღი სილაღით გაჯერებული წესრიგი და რაღაც პროცესები განწყობა პოზიტიური განწყობა დამოკიდებულებები ხო გაუგებარი ხდება რატომ უნდა გაუჩნდეს ბავშვს მოტივაცია რომ ან ვინმე საერთოდ მოტივაცია რომ ჩამოშორდეს ასეთ პროცესებს ან ბავშვი ჩამოაშოროს ასეთ პროცესებს და მე ახლა გავიხსენებ საკუთარი ცხადია ეს არის სასაკირე როცა კარგად არ გამახსოვრდება რაღაცები და ბევრი არ გამახსოვრდება მაგრამ ფაქტი შეიძლება არ გახსოვდეთ მაგრამ განცდების დონეზე ზუსტად და გაცილებით უკეთ მახსოვს თქვათ აი ჩემი შვილების ბაღის პერიოდი და ვიტყვი ერთ რამეს რომ ვიტყვი ასეთ რამეს რომ რა სტილი ჟანრი არსებობდა ბაღის პერიოდი ბაღი როგორ მუშაობდა ხო აი თუ კი ავიღებთ მე არავისზე კონკრეტულად ახლა არ მინდა ხო ლაპარაკი მაგრამ თუ კი ავიღებთ აი ესე იგი საერთო მახასიათებლებს თუ კი ესე დავდებდით შეგვიძლია ვთქვათ რომ ჩემი ბავშვობისას და არ შეცვლილა დიდად ჩემი შვილების პერიოდშიც ბაღს ჰქონდა რაღაც თავისებური სტილი ეს სტილი რა თქმა უნდა შეიცვალა ნიშნულოვნად შეიცვალა კიდევ იცვლება და კიდევ შეიცვლება რა თქმა უნდა იმიტომ რომ ამასაკისში ბავშვის აღზრდისა და განვითარების მიმართ ცხადია რაღაც დაკვეთები იცვლება და თქვენთვის რა არის მთავარი როცა ბაღს ხელმძღვანელობთ როცა მის ყოველდღიურობას ან უფრო ვრცელ პერსპექტივაში უყურებთ ამასაკს და სკოლამდელ აღზრდას სკოლისთვის მომზადებას ბავშვის. ძალიან ისეთი საინტერესო კითხვა არის და მრავალ ჭრილში შეიძლება დავინახოთ ჩემთვის როგორც ხელმძღვანელისთვის მნიშვნელოვანი არის რომ ბაღში შემოსული თითოეული ბავშვი თავს გრძნობდეს უსაფრთხოდ როგორც ემოციურად ისე ფიზიკურად დაცულად და მისთვის შეიქმნას საინტერესო გარემო იმისათვის რომ მან ის მნიშვნელოვანი უნარები განივითაროს რაც მომავალი ცხოვრებისთვის სჭირდება ის იყოს იმ პროცესებში ბედნიერი რომელშიც ჩართული არის. მას მოსწონდეს ის ყოველი აქტივობა, რაც შეთავაზებული არის. ინდივიდუალურად ხდებოდეს მისი ინტერესების და საჭიროებების გათვალისწინება ყოველდღიურად, როდესაც იმ სივრცეში მოდის და იგეგმება ყოველი დღე იმ ჯგუფისთვის. ამიტომ ჩემთვის როგორც ხელმძღვანელისთვის თითოეული ბავშვის ინდივიდუალური კეთილდღეობა არის მნიშვნელოვანი, რომელსაც ძალიან ვცდილობთ ჩემს თანამშრომლებთან ერთად, აღმზრდელებთან ერთად, რომ თითოეული ბავშვის
ინტერესები, მათი ბედნიერების ხარისხი იყოს გაზრდილი ყოველდღიურად. რაც შეეხება სასკოლო მზაობის პროგრამას, სასკოლო მზაობის პროგრამა ბოლო წლების განმავლობაში სხვადასხვანაირად მოიხსენება, როგორც ფრესკული, როგორც სასკოლო მზაობა, ძალიან ბევრს საუბრობთ, ყველა პროფესიის წარმომადგენელი უკვე საუბრობს ამ თემატიკაზე, ეს მასწავლებლები, ფსიქოლოგები, მშობლებში იწვევს შფოთვას, რამდენად არის მომზადებული ბავშვი სასკოლო მზაობისთვის, რა უნდა გავითვალისწინო, როდის შეიძლება დავიწყოთ დამატებითი ჩართულობა, რა ვაკეთო და რა არ ვაკეთო. რა ვაკეთო და რა არ ცნობილი ვაკეთო. სტერეოტიპი, ალბათ იცით ხო და გახსოვთ, რომ მასწავლებლები უბრაზდებოდნენ, დღესაც ხდება. ცნაურია, მაგრამ დღესაც ხდება. მასწავლებლები უბრაზდებოდნენ მშობლებს, პირველ კლასში, ესე იგი, პირველ კლასში მოყვანამდე რატომ ხო, ესე იგი, რატომ გააკეთე რაღაცები, რაც სკოლამ უნდა აკეთოს. ძალიან მკაფიოდ განსასაზღვრი არის სასკოლო მზაობა, მნიშვნელოვანი ეტაპია ბავშვის ცხოვრებაში, იმიტომ რომ ეს არის გარდამავალი პერიოდი ბაღიდან სკოლისკენ და ეს უნდა წარმოადგენდეს ბავშვის განწყობის დონემდე თავგადასავალს და არა რაღაცა გარდამტეხ ეტაპს, რომ ერთი სილაღე დასრულდა და აკადემიურ გარემოში მოვხვდით. სწორედ იმისთვის, რომ აკადემიურ გარემოში ბავშვმა მარტივად შეძლოს ადაპტაცია, მან უნდა გაიაროს სასკოლო მზაობის პროგრამა და ძალიან კარგი იქნება თუ საერთოდ ადრეული განათლების ყველა საფეხურს გაივლის, რომელიც 2-დან 6 წლამდე პერიოდს მოიცავს. კვლევების თანახმად 6 წლამდე ბავშვის ტვინი ყველაზე სწრაფად და აქტიურად ვითარდება, ამიტომ ის საბაზისო უნარები, რაც მერე მას მომავალი წარმატებისთვის სჭირდება, სწორედ ამ პერიოდში ყალიბდება და მნიშვნელოვანი არის, რომ ყველა მიმართულებით ჰოლისტურად განვითარდეს ბავშვი, როგორც სოციალურად, ემოციურად, კოგნიტურად, ფიზიკურად და კარგი და ჯანსაღ გარემოში ადრეული განათლება სწორედ ამის საშუალებას იძლევა, რომ ბავშვი ყველა მიმართულებით, ყველა სფეროში თანაბრად განვითარდეს და სასკოლო მზაობაში ოდნავ მეტად კეთდება აქცენტი უკვე აკადემიურ უნარებზე. ოღონდ ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვის ინტერესს თუ წარმოადგენს, რომ ვისწავლო კითხვა, მაშინ მის ინტერესს უნდა მივყვეთ, ვერ შეუზღუდავთ ამას. მაგრამ ბავშვი თუ არ ინტერესდება წაკითხვით, ეს არ წარმოადგენს პრობლემას. არ უნდა მოხდეს ძალდატანება, იმიტომ რომ სკოლაში შეიძლება ვიღაცამ კითხვა იცოდეს და მან არ იცოდეს და ამის გამო დაიჩაგრება. არა, თუ ბავშვის ინტერესი არის, მივყვებით მის ინტერესს, მაგრამ ძალდატანებით რაიმეს დასწავლა ამ ასაკში არ უნდა მოხდეს და მნიშვნელოვანია, რომ სასკოლო მზაობის პროგრამაში ყველა უნარი წინა სასკოლო ისე განვითარდეს, რომ თამაშით იყოს მიწოდებული, რომ მას პოზიტიური დადებითი განწყობა ჩამოუყალიბდეს სკოლისადმი და სწავლისადმი და არ ასოცირდებოდეს სტრესად. ის დაღლილი არ უნდა მივიდეს სკოლაში. მას მობეზრებული არ უნდა ქონდეს უკვე სწავლასთან დაკავშირებული დამოკიდებულება. წინა სასკოლო უნარები და წინა სასკოლო მზაობა გულისხმობს იმ წინარე უნარებს, როგორ დავიჭირო ფანქარი სწორად, როგორ დავაფიქსირო ფურცელი, როგორ გავიგო ინსტრუქცია. ინსტრუქციის გაგება და შესრულება სამაგიდო თამაშის პროცესშიც შეიძლება. მე თუ ვუსმენ, ვიგებ და ვახორციელებ, მე უკვე სკოლაში მარტივად შემიძლია პედაგოგის მიერ შემოთავაზებული აკადემიური დავალებების შესრულებაც. ამიტომ მრავალფეროვანი აქტივობები უნდა იყოს სასკოლო მზაობის პროგრამაში, სადაც ბავშვი არ იგრძნობს, რომ ის რაღაცის დასწავლის ქვეშ არის. არა, მისთვის ბუნებრივ გარემოში უნდა ჩამოყალიბდეს ყველაზე მნიშვნელოვანი პოზიტიური განწყობა სწავლისადმი და სკოლისადმი ზოგადად. აი ზუსტად მე არ დავასრულე და ახლა როცა გისმენდით, საუნე არ დავასრულე ის განწყობები მართლაც გამომყვა, ისევ მინდა ჩემს ისტორიას დავუბრუნდე და ახლა უკვე გადავაბა, მეტი შეიძლება კარგია რომ იმ მომენტში არ დავამთავრე ეს და ეხლა წამოვიდა ისევ. მე ვიტყოდი რომ ეს სტილი, რომელიც მე სკოლაშიც გაგრძელდა. იქაც იყო რაღაც უწყვეტობა. მე მახსოვს რა იყო ის ერთ-ერთი ხაზი, რომელიც ბაღში დამხვდა და სხვა შორის მინდა გითხრათ, რომ 2 კვირაც ვერ გავჩერდი, ეხა როგორც მახსოვს და მე სკოლაშიც დამხვდა ეს. ანუ რაღაც ტიპის უწყვეტობა იქაც, რაღაც ხაზი იქაც უწყვეტად მისდევდა ამას.
და მე ამას დავარქმევდი თუ სტილის დონეზე განზოგადებას თუ შევეცდებით, გავაკეთებთ, მე ამას აიც ისეთ მომთვინიერებლურ, ავტორიტარულ მომთვინიერებლურ სტილს დავარქმევდი და კონტექსტს, რომ ესე იგი შენ ესე იმიტომ უნდა გაიარო ეს სიმწარეები და რა თქმა უნდა ასეთ სტილს ახლავს თავისი, ხო, სიმკაცრეები და სიმწარეები. შენ გაიარო ეს სტილი იმისთვის რომ რაღაცისთვის მოემზადო. ანუ მე ვერ ვიტყვი რომ ეს ბოროტი ჩანაფიქრი იყო და ბოროტები იყვნენ ეს ადამიანები, ვინც ასე გვექცეოდნენ. ნამდვილად ვერ ვიტყვი ამას, მაგრამ ნორმატივი იყო ეს ერთგვარი, ნორმატივი იყო ეს დამკვიდრებული იყო. ესეც რაღაცისთვის განზადებდა შენ. და ისევ ცოტა სკეპტიკურად რო შევხედოთ ახლა. თუ კი ამას ჩვენ ასე ვცვლით, არა, ვცვლით, აი აშკარად ვცვლით. ვცდილობთ ყოველ შემთხვევაში აშკარად რომ შევცვლოთ და განსაკუთრებით სხვა შორის ვიტყვი ახლა რომ კერძო სკოლებს და კერძო ბაღებს უფრო აქვთ ამის ხო შესაძლებლობა თავისუფლად რესურსი რაც თავარია და არ გულისხმობ ფინანსურ რესურსს მხოლოდ გულისხმობ ადამიანურ რესურსსაც და მოდი ესე ვიტყვი ნებელობით რესურსსაც ანუ გასაქანს გულისხმობ რომელიც შეიძლება ყველაზე მთავარიც იყოს და რო დაუბრუნდეთ ესე იგი თემას მოდი ცოტა სკეპტიკურად ისე რომ შემოვაროთ ამ თემას და ვთქვათ რომ კი მაგრამ ეხლა რაღაც თქვენ გინდათ ვთქვათ რომ აღარელის ადამიანს ის რაც ადრე ელოდა ვთქვათ მოზარდობისა და დასრულობის პერიოდში და ეხლა რაღაცა სილაღე და შემოქმედება ელის მთელი ცხოვრება და ესე იგი სხვა რამეებისთვის არ უნდა იყოს მზად? იმიტომ რომ გამიგონია მე შეკითხვა ბევრგან. კი ბატონო, სილაღე და თავისუფლების განცდა არ გულისხმობს იმას, რომ ბავშვებს ჩვენ არ ვამზადებთ რეალური ცხოვრებისთვის. იმ გამოცდილებებისთვის, იმ მარცხთან შეგუებისთვის, გამარჯვების მიღებისთვის და სათანადოდ გამოხატვისთვის. ამ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენ და ვამზადებთ ბავშვს მომავალი ცხოვრებისთვის, რეალური ცხოვრებისთვის. მაგრამ ეს არ ხდება მისი სტრესის ფონზე. თქვენ ახსენეთ ეგ გამოცდილება და ჩემ დროსაც იყო მსგავსი დამოკიდებულება, რომ ინდივიდუალიზმი არ იყო. ახლა ჩვენი ამოსავალი წერტილი სწორედ ინდივიდუალიზმი არის სილაღესთან ერთად. ჩვენთვის თითოეული ბავშვი არის ინდივიდი და მისი საჭიროებიდან გამომდინარე ამოვდივართ ყველა იმ მოქმედებაში, რასაც ბავშვთან ვახორციელებთ. მაშინ იყო რომ მთლიანი ჯგუფის მიზნები იყო მისაღწევი და ახლა ჩემთვის კონკრეტულად ჩემს სახელს ვიტყვი სალომე რომ მოვიდა სექტემბერში როგორი მოვიდა და როგორს გაუშვებ წლის ბოლოს ეს არის ჩემი ამოსავალი წერტილი და არა ის რომ თქვათ სამწლიანების ჯგუფში ეს მიზნები მაქვს მისაღწევი და ყველამ ეს უნდა მიაღწიოს. მადლობა ამის ხაზგასმისთვის. რაიმე ინსტრუმენტი ხო არ შეგიძლიათ დაასახელოთ რომლითაც აი ესე რაც შეიძლება ახლოს შეგიძლიათ ამოიცნოთ ბავშვი როცა ის თქვენთან მოდის და რაც შეიძლება მეტად მართლაც ხორცი შეასხათ იმას რომ მან თავისი გზა გაიაროს, საკუთარი ტრაექტორია შექმნას და სკოლაშიც მივიდეს უკვე, ხო, კიდევ უფრო მეტად ინდივიდუალიზებული, მოდი ესე ვთქვათ. კი ბატონო, ჩვენ ბაღის გამოცდილებას გეტყვით, რას ვახორციელებთ, ჩვენ ბაღში ინდივიდუალური განვითარების გეგმები გვაქვს, სადაც ასაკობრივი კომპეტენციების გათვალისწინებით თუ რა ასაკში რა უნარებს უნდა ფლობდეს ბავშვი, ამის საფუძველზე ხდება დაკვირვება. ამ დაკვირვების დროს გამოიყოფა ბავშვის საჭიროებები და ძლიერი მხარე. შემდეგ ამ ყველაფრის ფონზე ვხვდებით მშობელს, იმიტომ რომ ბავშვები ძირითადად ერთი და იგივე ქცევას სხვადასხვა გარემოში სხვადასხვა ნაირად ავლენენ და რეკომენდაციების გაცვლის შემდეგ მშობლებთან ჩვენ საერთო მიზნებს ვიღებთ იმისათვის რომ ბავშვისთვის შევქმნათ სწორი ჯანსაღი განმავითარებელი გარემო იმისათვის რომ მან შეძლოს მისი უნარების განვითარება იმ სტრესორების ჩამოშორება თუ შეგვიძლია რაც ხელს უშლის თქვა თავისი ინტერესების გამოვლენაში ამიტომ ეს ინდივიდუალური განვითარების გეგმა ძალიან გვეხმარება იმაში განსაზღვროთ თქვა დასაწყისში სად ვიყავით წლის შუა პერიოდში სად ვართ და წლის ბოლოს რას გვინდა რომ მივახციოთ
და ძალიან მნიშვნელოვანია წინასასკოლო მზაობის ჯგუფთან მსგავსი პროცესების გავლა, რადგან ჩვენ მშობლებს უკავშირს ვუბრუნებთ, რეკომენდაციებს ვაძლევთ, რაც შეუძლიათ, რომ შემდგომ სკოლაშიც გადაიტანონ, გაუზიარონ და მეტად იცოდეს პედაგოგმა, რომელიც პირველ კლასში დახვდება ბავშვს, კონკრეტული საჭიროებები თუ ძლიერი მხარე რა აქვს და რაში შეიძლება სჭირდებოდეს მეტი ჩართულობა, მეტი ყურადღება, მეტი მხარდაჭერა. ეს შეიძლება იყოს აკადემიური უნარები, შეიძლება იყოს სოციალური უნარები, შეიძლება იყოს ემოციების გამოხატვა. მიუხედავად იმისა, რომ ამაზე მთელი წლის განმავლობაში ან წლების განმავლობაში მუშაობთ, ყველას აქვს ინდივიდუალური ტემპი განვითარების, ვიღაცას სწრაფად ახერხებს თავის ფორმირებას და მისი ინტერესების გამოვლენას, ვიღაცას მეტი დრო სჭირდება ამისთვის და სწორედ ამაზე დაკვირვების საშუალებას გვაძლევს ჩვენ ინდივიდუალური განვითარების გეგმა. თემა წამოვიდა ახლა და ერთი მე მგონია რომ კარგი მომენტია მშობლებს მიუბრუნდეთ. ხო, ჩვენ თქვით თავში რომ არ დაგვაუწყდეს მშობლებთან მისვლა ამ თემით. და მოდი ვთქვათ, როდის არის მშობელთან შეხვედრა, მასთან ურთიერთობის გაბმა, სურვილი, რომ რაც შეიძლება მეტად ითანამშრომლო მასთან, აი მშობლის მხრიდან, მშობელი როგორ უწყობს ამას ხელს? როგორია კარგი მშობელი, ცხადია ყველა მშობელი კარგია. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, როგორც ხელმძღვანელისთვის მშობლებთან ურთიერთობა, იმიტომ რომ მე თუ მინდა თითოეულ ბავშვთან რაიმე წინ გადადგმული ნაბიჯები განვახორციელო, მშობლის ხარდაჭერის გარეშე ეს არ გამომივა, იმიტომ რომ ჩემ სივრცეში, ჩემ ჯგუფში შეიძლება რაღაც ქცევა ვაფორმირო, ან რაღაც უნარი წინ წამოვწიო, მაგრამ რომ მშობელმა თუ ხელი არ შემიწყო, რომ სხვადასხვა სივრცეში მოხდეს ამ უნარის გადატანა, ტრანზაქცია, ანუ რეალურ ცხოვრებაში გადატანა, ამ მუშაობას აზრი ეკარგება. ამიტომ მშობლებთან მე ყოველთვის მიყვარს შეხვედრები, ყოველთვის ღია ვარ და იციან, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერი საკომუნიკაციო არხით შეუძლიათ ჩემთან ურთიერთობა და ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც რაღაცა უკავშირით ბრუნდებიან, ყოველთვის ვეუბნები, რომ არასდროს არ ვთვლი, რომ ბაღის მიმართ ეს შენიშვნა, ეს არის რეკომენდაცია, იმიტომ რომ ბაღი არის სოციალური გარემო და ყოველდღიურად ვიზრდებით და თქვენი უკავშირი ჩვენ გვზრდის, ჩვენ ვითარდებით და ვაუმჯობესებთ ყველა იმ ქმედებას, რაც შეიძლება რომ მოცემულ სივრცეში და დროში გავაუმჯობესოთ. მშობელი, რომელსაც სჯერა, რომ მისი შვილისთვის საუკეთესო გინდა შეეცა. მშობელზე მეტად მე ვერ მენდომება, მაგრამ მე როდესაც ბავშვთან ურთიერთობა მაქვს და პასუხისგებლობას ვიღებ, ეს პასუხისგებლობა არის ყველაფერში, იმისთვის რომ იყოს უსაფრთხოდ, იმისთვის რომ განვითარდეს, იმისთვის რომ მეტად გაზრდილი ემოციურად, ფიზიკურად, სოციალურად გაიზარდოს და ამ პროცესებში იყოს ჯანსაღი კომუნიკაციის საფუძველზე მშობელთან, ბაღთან, ბავშვის სამკუთხედი შეკრული იყოს ძალიან ჯანსაღი და თანამშრომლობითი. ხო, შეგიძლიათ ერთი ასეთი სამკუთხედის ილუსტრირება თქვენი გამოცდილებიდან. როცა რაღაცას მიადექით და ამ სამკუთხედის სწორად და კარგად შეკრამ რაც კარგი მოიტანა. აი მაგალითად ჩვენ ყოველთვის წლის დასაწყისში გვაქვს შეხვედრები მშობლებთან, ათვალიერებენ გარემოს და ერთ-ერთი მშობელი სვამს კითხვას, რომ სახლში ყველანაირი გარემო აქვს, ყველანაირი რესურსი აქვს ბავშვს, ვითარდება კოგნიტურად ძალიან კარგია, რატო უნდა მოვიყვანო ბაღში, რატო უნდა დავსტრესო იმ ადაპტაციო პერიოდის დროის გავლის. და ძალიან ისეთი საინტერესო იყო ეს კითხვა ჩემთვის. და პირველი, რაც მნიშვნელოვანი არის, სახლში შეიძლება ყველანაირად კარგი გარემო შევქმნათ ბავშვს, მივცეთ ყველანაირი რესურსი, კოგნიტურად განვითარდეს, იყოს ძლიერი აკადემიურ უნარებში, მაგრამ ჩვენ ვერ მივცემთ სოციალურ უნარებს, რაც მნიშვნელოვანი არის. აღიარებას ვერ მივცემთ, რომელიც მისი თანატოლების მხრიდან, სხვა ზრდასრულების მხრიდან მისი თავდაჯერებულობის გაზრდისთვის
ჩემთვის არის მნიშვნელოვანი. სახში, როდესაც ჩემზე არიან მშობლები ორიენტირებული და მუდმივად დადებით უკავშირს ვიღებ, რომ ეს კარგად გამომდის, ეს კარგად გამომდის, ამას სწორად ვასრულებ. რაღაც ეტაპზე მათი უკავშირი ჩემთვის საინტერესო აღარ არის. მე მჭირდება თანატოლების აღიარება, რომ ჩემი თავდაჯერებულობა გაიზარდოს. სხვა სივრცეში მყოფი სხვა ზრდასრულის აღიარება, რომ ჩემი мотиваცია გაიზარდოს, ის ქვემედება, რომ გავახორციელო, ვისწავლო რიგის დაცვა, გაზიარება, თანატოლებთან ურთიერთობა. ამიტომ, როდესაც ეს თემა ჩავშალეთ, ძალიან ისეთი მოხარული დარჩა, რომ აღმოაჩინა სწორი აქცენტი ახლა ეს იმიტომ, რომ აქ ჩვენ პოდკასტში ძალიან კარგია, რომ აი ამ ნიუანსზე გავედით ახლა ჩვენ. მე მახსენდება ისე ვთქვა, თუ კი ბაღში არ ვივლიდი, იცით, იყო კომპენსატორული მექანიზმი კულტურული არსებობდა თბილისში, ქალაქს ჰქონდა ეზო, უამრავი ეზო. და მე მახსოვს, სწორედ ის, რაზეც ახლა თქვენი ლაპარაკეთ, თუ კი თქვა ბაღში ვერ მივიღებდი ამას. მყავდა ბევრი თანატოლი და საათებს ყოველდღიურად ვატარებდი ეზოში და იქ გარკვეული, არასრული შეიძლება, მაგრამ გარკვეული კომპენსირება ამის ხდებოდა და დღევანდელ ქალაქს თუ შევხედავთ, ხო? დღევანდელი ურბანიზაცია როგორ მიმდინარეობს, ხო? რა ნიშნებით მიმდინარეობს? მგონია, რომ საკმაოდ მწვავე თემაზე გავდივართ. კი, და გამოცდილებით, როდესაც მშობლებთან შეხვედრები გვაქვს, ვერ ვიტყვი, რომ ყველა ამას მიდასტურებს, მაგრამ ნახევარზე მეტი ამბობს, რომ ბავშვები ეზოში არ თამაშობენ, სერნობენ სკვერში, პარკში, თქვათ, მშობლებთან ერთად, ან ძალიან მწირი ცხოველებთან ერთად. ადამიანური მწირი ურთიერთობები აქვთ მეგობრის შვილებთან, მაგრამ სოციუმი, რომელსაც ეზო ქმნიდა და სადაც ფანტაზია და შემოქმედებითობა იყო ჩართული, იმიტომ რომ უამრავი თამაში უნდა გამოგეგონებინა, რომ თავი გაგერთო და თან ძალიან საინტერესო პროცესი ყოფილიყო. ეზო, რასაც ჩვენ გვაძლევდა სამწუხაროდ, ახლა ბავშვებს არ აძლევთ და როგორ ქმნით ბაღში? ეზოს ეფექტს ქმნით ბაღში სხვადასხვა აქტივობებით და ეზოს გაზრდილი დროით. მაგალითად, კონკრეტულ სივრცეში შეიძლება ორი პარალელური ასაკის მქონე ჯგუფები იყვნენ და თანკვეთა გქონდეთ თამაშის დროს. მხიარული სტარტები, რომელსაც სპორტად აღიქვამენ, მაგრამ სპორტი არ არის. მხიარული სტარტები არის მთელი პროცესი დაგეგმილი, სადაც გუნდურობას სწავლობენ ბავშვები, სადაც წყვილში მუშაობას სწავლობენ ბავშვები. იმას სწავლობენ, რომ გუნდში ჩემი ინდივიდუალური ქმედებები გამსაზღვრელია გუნდი გაიმარჯვებს თუ არა და ინდივიდუალური გამარჯვება ზუსტად ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც გუნდური გამარჯვება. ამას სწავლობენ, მარცხის მიმღებლობას სწავლობენ, აღიარებას, სხვისი ქმედების აღიარებას სწავლობენ წარმატებაში გადადგმული ნაბიჯით. ამიტომ მხიარული სტარტებით და სპორტული აქტივობებით, თუნდაც ეზოს თამაშებით დაგეგმილით ყველანაირად ვცდილობთ, რომ ეზო ჩავანაცვლოთ. აი, თავისუფალი ეზოს დროს ვაძლევთ მათ თავისუფალ, აი იმ დაგეგმილ თავისუფალ თამაშს, რომ თვითონ მოიფიქრონ, რითი უნდათ თამაში. ბურთით იქნება, ქვიშა იქნება, სხვადასხვა გარე სათამაშოებით გამოყენება იქნება თუ არა. მხიარულ სტარტებზე უკვე ასე თუ ისე დაგეგმილი შეთავაზებული თამაშები არის, სადაც იმუნარებს, ივითარებს ბავშვი, რაც მას სჭირდება და უკვე ფიქრობ ერთ-ერთ მთავარ მოტივთან მივედით ახლა ჩვენ, რომელიც მთელ ცხოვრებაში გაზდევს და ახლა ვიძლევით მგონია პასუხს იმ ფუნდამენტურ შეკითხვაზე, რომელსაც დროშიც კი ყავლი არ გაუვა, როგორც ჩანს, მეტიც სულ უფრო მატულობს. ახლა ჩვენ სხვა კვლევებშიც თუ გადავინაცვლებთ, რომელი იქნება მომდევნო 10 წლეულებში ყველაზე აქტუალური უნარები, რომელიც ადამიანმა შეიძლება ადრეული ბავშვობიდან მოყოლებული და სკოლის ასაკში აითვისოს. ამას ვამბობ უკვე ზრდასრულებთან მუშაობის გამოცდილებიდან არის გუნდებში მუშაობა. როგორ შევქმნათ მაღალი მოსწრების გუნდები და ეს არ იწყება უნივერსიტეტში და ეს არ იწყება ხო სადღაც ზედა ასაკებში. ეს იწყება იქ, სადაც ნეირონული ქსელები, განვითარებას, ფორმირებას და აქტიურ დაქცევას იწყებს. აი იქ სწორედ ეს სოციალური ხო, აი გუნდში ეფექტურად ყოფნის და ეს ეზოს ეფექტიც იმიტომ არის ასეთი მნიშვნელოვანი, სწორედ რომ სწორედ აი იქ ფორმირება
იწყება სკოლამდე და სასკოლო მზაობაშიც ეს შეიძლება ვთქვათ, რომ ერთ-ერთი მთავარი ხაზია. კიდევ რას აკეთებენ მშობლები? ფრუსტრაცია თუ გქონიათ? ყველას ისე. როცა იმ სამკუთხედმა რაღაც ისე არ იმუშავა, როგორც თქვენ გინდოდათ, რომ განვითარებულიყო. კი, უამრავი თორე არის რამდენიმე შემთხვევა, რომელიც ჩემი პრაქტიკის განმავლობაში ძალიან ისე წავედ მახსოვს და ძალიან ისე ვცდილობ, რომ მსგავსი გამოცდილებები ნაკლები იყოს ჩემს პრაქტიკაში. ვთვლი, რომ ეს იყო არასწორი კომუნიკაციის საფუძველზე მომხდარი ფრუსტრაცია, როდესაც მშობელმა ჩემი ამოსავალი ყოველთვის ბავშვის ინტერესი არის. მიუხედავად იმისა, რომ ახლაც და ადრეც კერძო სექტორში ვმუშაობდი, არასოდეს არ იყო, რომ მშობლისთვის მესიამოვნებინა და რაღაც იმიტომ, რომ მისთვის მოსასმენად რაღაცა რთული არის ბავშვთან მიმართებაში, ამითი გადამევადებინა ან არ განმეხორციელებინა ის საჭიროება და როგორ მინდა იცით ვთქვა, რომ საჭიროება, რომელიც ბავშვს დგას და მშობელი ამას არ აღიარებს და იმისთვის რომ მშობელს მე არ ვაწყენინო ან გული არ დავწყვიტო ამის გამო არ ვთქვა ჩემი ამოსავალი ყოველთვის არის ბავშვი, ბავშვის ინტერესები და საჭიროებები. იმ კონკრეტულ მომენტში, როდესაც ბავშვს სხვა სახის დახმარებაც შეიძლება სჭირდებოდეს და სივრცე ვერ აძლევდეს სათანადო მშობელი ვერ აღიქვამდეს და მშობელი ვერ აღიქვამდეს ან თვალს ხუჭავდეს და შენ რომ ფაქტის წინაშე აყენებ, მისთვის ეს მიუღებელი არის და დგება და მიყავს ბავშვი, იმიტომ რომ მას ამის აღიარება არ უნდა ან ამის საჭიროება ვერ თulis ან ფიქრობს რომ შენ არასწორად შეაფასე ან რაღაც ფაქიზად არ გამოგევიდა რაღაც და ასე შემდეგ. ან ფაქიზად და ყოველთვის აქ ჩემს წილ პასუხისგებლობას ძალიან დიდი დოზით გრძნობ და ამიტომ ახსოვს ყველა შემთხვევა რამდენიმე იყო ისეთი რომ შეიძლებოდა სხვანაირად მეთქვა, შეიძლებოდა სხვანაირად მიმეწოდებინა, შეიძლებოდა დრო მიმეცა ან რაიმე აქტივობა დამეგეგმა სადაც თვითონ დაინახავდა და აიღაც ერთად ვიპოვიდით გამოსავალს. ვარ დარწმუნებული ეს ეგრეთ წოდებული кейსები გამოგადგათ უკვე სხვა ბავშვებთან და მშობლებთან მუშაობაში. ასე ვიზრდებით, ხო, ყველანი საქმიანობის ნებისმიერ ველში. მასია და ძალიან ღირებული გამოცდილება, მტკივნეული, მაგრამ ღირებული გამოცდილება აღმოჩნდა ეს ყველა შემთხვევაში. ჩვენ ნელ-ნელა შეგვიძლია დასასრულისკენ წავიღოთ ეს ძალიან საინტერესო საუბარი. ერთი, მოდი ლიდერობაზე ვილაპარაკოთ. ესე იგი ლიდერობა სპეციალურად არ ვამბობ ხოლმე თქვა დირექტორი ან ხელმძღვანელი ან უფროსი ან ხო იმიტომ თავარი სინამდვილეში ჩვენ ხო ვიცით არის ლიდერობა იყო პერიოდი მე გამოვიარე პერიოდი როდესაც ექსპერიმენტებიც კი ჩატარდა და ჩვენ ქვეყანაში დირექტორები სკოლის დირექტორებად დაინიშნენ ადამიანები რომლებსაც არ მოეთხოვებოდათ და მეტი შეიძლება სასურველის კი ყოფილიყო რომ არ ქონოდათ ესეთი ხანგრძლივი და დიდი და ღრმა გამოცდილებები სწავლაში, პედაგოგიკაში და ასე შემდეგ განათლებაში. ანუ განათლების სპეციალისტები კი არ იყვნენ, არამედ იყვნენ ესეთი ყოჩაღი, კარგი მენეჯერები, თქვათ და გაჩნდა ესეთი ჰიპოთეზა, დიდი ჰიპოთეზა. ეს არ გაჩნდა საქართველოს სხვა შორის, საქართველოს ბევრი რამე სხვა გამოცდილებებიდან იტვირთებოდა მაშინ. და ესეც ჩამოტვირთა სისტემამ, ერთ-ერთ დიდ ექსპერიმენტად ესეც ჩატარდა. მე იმ ქვეყნებმა, სადაც ეს წამოიწყეს, იქ პრინციპში ვიტყოდი მალევე შეცვალეს და დაუბრუნდნენ მიდგომას, რომ მნიშვნელოვანია, რომ მენეჯერი, ყოჩაღი მენეჯერი კი არ იყოს ის, ვინც ორგანიზებას და ხო პროცესებს გაუძღვება, ან ფასილიტაციას გაუწევს, თქვენ როგორც თქვით, არამედ მაინც იყოს განათლების ლიდერი. ის იყოს განმანათლებელი. ნაც გულით, გონებით, იყოს განმანათლებელი, შინაგანად კონდეს ეს განმანათლებლობის мотиваცია, ცნობის მოყვარეობა, ფიქრები, ხო? თუნდაც უძილო რაღაც ესე ფრუსტრირებული ღამეები და ასე შემდეგ. და თქვენ როგორ უყურებთ ამას? თქვენ უკვე ხელმძღვანელის რაკურსით რო შევიჭრიტოთ კიდევ ერთხელ. ადამიანი, რომელიც მუშაობს აღზრდებთან, ხო? ადამიანი, რომელიც უყურებს განრიგებს, რესურსებს, ბიუჯეტს და ასე შემდეგ. აი რა არის კარგი ლიდერობა, კარგი ბაღის?
მადლობა, ძალიან საინტერესო კითხვა არის ჩემთვის და თქვენთან ერთად მიუყვები ამ ხედვას და დავინახე ვიზუალიზაცია მოვახდინე ჩემი ბაღის ჩემთვის იმისათვის რომ აი ბავშვის ბედნიერება რო ახსენეთ ბავშვი ბედნიერი რო იყოს გარემო უნდა იყოს ყველა იმ ადამიანისთვის ჯანსაღი ვინც ბავშვის ირგვლივ ტრიალებს თუ აღმზრდელი არ არის კმაყოფილი თუ აღმზრდელი არ არის თავისუფალი თუ აღმზრდელი არ გრძნობს თავს დაფასებულად და აღიარებულად იმ გარემოში ბავშვს ვერ მისცემს ბედნიერებას, რაც არ უნდა უყვარდეს ბავშვებთან ურთიერთობა. იმიტომ რომ ყველაფერი პირადი ემოციებიდან, პირადი საჭიროებებიდან ამოდის, რაც არ უნდა ვეცადოთ რომ ეს გვერდზე გადავდოთ, გვერდით გადავდოთ, გარეთ დავტოვოთ, მაინც რაღაც კომპონენტებში შეიმჩნევა თუ მე კმაყოფილება არ მაქვს. ჩემი გადმოსახედით მე რომ არ მქონდეს გამოვლილი სხვადასხვა ასაკის ბავშვებთან მუშაობა. მე რომ არ მქონდეს თუნდაც ის ფრუსტრაციები გამოვლილი, რომელმაც მრავალი უძილო ღამე გამომატარა. მე რომ არ მქონდეს გამოვლილი ის აღიარებები, როდესაც რაღაცა შედეგზე გავედი, ძალიან რთული იქნება გავუგო აღმზრდელს, რომელსაც რაღაც გარკვეული საჭიროება აქვს. აღმზრდელს, რომელსაც შეიძლება შუა წელს რამდენიმე დღე მივცე იმისათვის, რომ გონს მოვიდეს და ცოტა ამოისუნთქოს, იმიტომ რომ ეს არის პროფესია, სადაც მოდუნების საშუალება არ გაქვს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ მიყვარს ის, რასაც ვაკეთებ, არა, რომ მიყვარს და მთელი არსით მინდა ყველაფერი ძალიან კარგად იყოს და პირველ რიგში ბავშვს ემოციური და ფიზიკური უსაფრთხოება შეუქმნა. ეს მოჭიმულობა ვერ შევაფასებ ამის ხარისხს მე ჩემ თავზე თუ არ მაქვს გამოცდილი. ამიტომ ვფიქრობ, რომ ხელმძღვანელი, რომელიც ამ პოზიციაზე იქნება, განათლების სფეროში იქნება, უნდა გრძნობდეს, პულსაციას უნდა გრძნობდეს ჯგუფისას, როდესაც აღმზრდელი შედის იქ და მარტივად უხდებოდეს მის საჭიროებებს, იმიტომ რომ საკუთარ თავზე გაქვს გამოცდილი. კარგმა მენეჯერმა შეიძლება შეარჩიოს კადრი, შეიძლება გააკეთოს კარგად განრიგები, შეიძლება რაღაც ტექნიკური მხარეები ძალიან კარგად დაალაგოს, მაგრამ უშუალოდ იმ ემოციურ დონეზე რა მხარდაჭერა შეიძლება სჭირდებოდეს აღმზრდელს იმ კონკრეტულ მომენტში, თუ მას თავის თავზე არ აქვს გამოცდილი, შეიძლება ნასწავლი კონდეს რა სიტუაციაში რა ქმედებები განახორციელოს, მაგრამ ემოციური მხარდაჭერა ისეთი ღირებული ვერ იყოს, როგორც საკუთარ თავზე გამოცდილი. მადლობა. ხო, რაღაცა ისეთი ხიბლიც ვიგრძენი, ხო, რატო შეიძლება ბაღში მივიდეს სამუშაოდ ადამიანი. თითქოს და ის ხო თქვათ, რომ ესეთი მწარე ნათქვამები არსებობს, რომ ბავშვი არ არის ბედნიერების წყარო, ხო, რომ ეს არის ხო სინამდვილეში ძნელია ძალიან და ბევრი ნეგატიური რამის გამოვლა გელის, როდესაც ბავშვებთან ურთიერთობ მეორე მხრიდან თუ შევხედავთ. და მოდი ვთქვათ, რომ თავისი დაღლა აქვს ამ პროფესიას, ამ საქმიანობას, თავისებური სტრესები ახასიათებს. და თავისებური გადაწყვეტებიც აქვს, მაგრამ მეორე მხრივ აქვს ეს ხო უზარმაზარი ხიბლი. რომელი ფაკულტეტებიდან მოდიან თქვენთან ადამიანები ძირითადად და რა მოტივაციას ამჟღავნებენ? ჩვენთან აღმზრდელების ძირითადი ნაწილი უმეტესობა არის პროფესიით ფსიქოლოგი ან ადრეული განათლების სპეციალისტი პედაგოგიკიდან, მაგრამ უფრო უმეტესად ფსიქოლოგები მოდიან ჩვენთან, რომლებსაც გააზრებული აქვთ ის, რომ მათ პროფესიაში წინსვლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებთან ურთიერთობა, იმიტომ რომ ყველაფრის საწყისი არის ბავშვი და თუ მე არ ვიცი მათი ქცევა, მათი ასაკობრივი კომპეტენციებიდან გამომდინარე სხვადასხვა სიტუაციის დროს როგორ იქცევიან, რაში ვლინდება სირთულე, სად შეიძლება რა მოვაგვარო, ფსიქოლოგებს განსაკუთრებით ხელს უწყობს ხოლმე შემდგომ კარიერულ ზრდაში ეს ყველაფერი. გადაწვა ახსენეთ და დიახ, საკმაოდ სტრესული არის, იმიტომ რომ ჩვენ ყველაზე ძვირფას ადამიანებს ვიტოვებთ და ჩვენი პირადი რაღაცა მიზანი არის, რომ დღის ბოლოს უნებელი გავუშვათ გარდა იმ ბევრი რამისა, რასაც აკეთებს საგანმანათლებლო აქტივობებით და
დეტალისა და ნიუანსის. და უხილავი დეტალებით. ჩვენი мотиваცია ყოველთვის არის, რომ ჩვენი აღზრდელები იყვნენ მათთვის ზოგიერთ უმეტესობისთვის პირველი გამოცდილება არის ჩვენი სამსახურის და ეს мотиваცია ბავშვების სიყვარული იმდენად ჩანს მათ საქმიანობაში, გადამწვარი რო არ არიან და ძალიან ხალასები რო არიან და რაღაცა სულ რამდენიმე წელი რო არის სხვაობა თითქმის აღზრდელსა და აღზრდელს შორის, ძალიან კარგი დასანახია ეს და მნიშვნელოვანი კომპონენტი ამისი, რომ მათი ეს ახალგაზრდული ენერგია, რომ პროფესიულადაც განვითარდნენ და თან ბავშვებთან ურთიერთობაც მოსწონთ, კარგი კომბინაცია გამოდის ხოლმე საბოლოო ჯამში. შეგვიძლია შეგშურდეს თქვენ? კი, იმიტომ რომ ყველაზე ღირებულ გარემოში გვიწევს მუშაობა. ახალგაზრდებთან და ბავშვებთან ადამიანებთან. ატარებთ ხო თვეებს და წლებს უკვე. ერთ თემას არ შემიძლია რომ დასრულებამდე გვერდი აუქციო. ეს არის ძალიან გავრცელებული და ზოგან საგანგაშოდ ქცეული, გამოცხადებული დიდი ტენდენცია, ეს არის ციფრულ სამყაროსთან ბავშვების ურთიერთობა. მათი გადაჭარბებული, ხო და გაახანგრძლივებული ჩართულობა ციფრულ, ხო, აი ამ სამყაროში იქნება ეს ვიდეოები, TikTok, ხო, ესენი ხო, გაჯეტები, თამაშები, მოკლედ და თან ამ ხელა სიუხვედა, აი ასეთი სპექტრი რო ამ ყველაფრის მათ შორის მოდი პირდაპირ თქვათ, ახლა შეიძლება საკამათო იყოს, მაგრამ თქვათ რომ ბევრი შინაარსი კონტენტი, ასე ვთქვათ, პრაქტიკულად ესეთია, ხო? ან ზედაპირულია და ან საკმაოდ ესეთი ცარიელი, ვთქვათ ესე. და ბავშვების აი ეს გადაჭარბებული და ხანგრძლივი ურთიერთობა ამ სამყაროსთან, რომელსაც მკვლევარები, უსერიოზულესი მკვლევარები უკვე, ხო, ესე წითელ შუქებს ანთებენ ამ თემის გარშემო. ზოგიერთმა, აი მაგალითად ჩემთვის ერთ-ერთი ზეპატივსაცემი მკვლევარი და პიროვნება მე ვიტყოდი ჯონათან ჰაიტი, რომელიც სხვა სფეროში მოღვაწეობდა, თავი დაანება და მოზარდებში და ბავშვებში გადმოინაცვლა კვლევებში და ახლა ამბობს, რომ საგანგაშო ვითარებაა და რაღაც უნდა მოვიფიქროთ, ესე იგი დავირაზმოთ ამ თემის გარშემო, რომ აი გადარჩენის დონეზე ლამის არის საჭირო უკვე გამოსავლების ძიება. თქვენ რა სიტყვით, რამდენად ეხებით ამ რეალობას და რას ხედავთ? ძალიან ისეთი ფართო თემა არის გაჯეტები და ეკრანზე დამოკიდებულება და სამწუხაროდ ჩვენთან ძალიან ნათლად ჩანს და გაზრდილი არის გაჯეტებზე დამოკიდებული ბავშვების შემთხვევაში მეტყველების შეფარხება, ქცევის გართულება, კვების სირთულეები, იმიტომ რომ ეკრანის გარეშე ბავშვები ვერ მიირთმევენ და ბაღში როდესაც ამის საშუალება არ აქვთ, რაღაცა საადაპტაციო პერიოდში გვიწევს რთული ეტაპების გავლა, იმიტომ რომ მიეჩვიოს რომ რაღაცის ჩამონაცვლების ეკრანის გარეშე დაიწყოს მირთმევა, შეფერხებული კომუნიკაცია და მეტყველება, კი ბატონო. შობლისთვის ხო? შეფერხებული მეტყველება, იმიტომ რომ მარტო ეკრანზეა დამოკიდებული და ძირითადად ხდება ხოლმე ენების აღრევა, ინგლისურ კონტენტს უყურებენ და სამეტყველო ქართული ესმით და უფრო მეტად ინგლისურს იწყებენ, მერე გამოსათქმელად ინგლისური მეტად მარტივია ვიდრე ქართული და ინგლისური სიტყვებით ხვდებიან ქართულ გარემოში, მე რაღაცა ეტაპზე წყვეტენ საუბარს და ხშირი რეკომენდაციები არის ხოლმე, რომ დამატებითი სპეციალისტის ჩართვა შეიძლება გახდეს საჭირო. ან საბოლოო ჯამში თუ ეს ცოტა დაგვიანებული არის, მე უკვე ხდება ქცევითი სირთულეები, იმდენად დამოკიდებულია ბავშვი. მე მახსოვს ერთ-ერთი ბანაკის გამოცდილებიდან, როდესაც ბანაკში ყავდა ბავშვები საზაფხულო ბანაკში წაყვანილი, ერთ-ერთი ჩვენი მოსწავლე როგორ ჩვენ არ გქონდა გაჯეტებთან წდომა, ტელეფონებს იყენებდნენ მხოლოდ რამდენიმე წუთი დილით მშობლებთან სასაუბროდ და ერთ-ერთ ბავშვს დავაკვირდით, რომ იქვე პარკში, როდესაც პიკნიკზე წავედით და გვერდზე მჯდომ ოჯახს ტელეფონი ჰქონდა, ცივი ოფლი ასხამდა, იმდენად უნდოდა, რომ ოღონდ არ ექონდა მნიშვნელობა რას უყურებდა. ოღონდ შეეხედა ეკრანისთვის და ეს ანუ ადიქტურობის რაღაც გამწვავებულ ფორმებზე
ვსაუბრობთ. კი ბატონო, თუ ეს მცირე ასაკში არ დავარეგულირებთ, ვერ ვიტყვით სრულად ამოვიღოთ. ამ პერიოდში და ამ პროცესებში იმდენად აქტიური არის გამხდარი უკვე საერთოდ ეს ხელოვნური ინტელექტის ერა და იმდენად თამაშებზე დამოკიდებულები არიან ბავშვები, რომ შეიძლება სოციუმმა არც მიიღოს თუ დიდი დოზით მოხდება ჩამოშორება, სრულად ამოღება ეკრანის გარკვეულ ასაკში. ამას არ ვამბობ თქვათ 2 წლიდან, ან უფრო მცირე ასაკიდან, რაღაც სკოლის პერიოდში, სამეთყველო ლექსიკა ხშირ შემთხვევაში ვერ გამიგია, იმიტომ რომ რაღაც თამაშის ენით საუბრობენ და მე თუ ეს არ ვიცი, ესე იგი სალაპარაკო თემაც არ მაქვს და რაღაცა ჯგუფიდან გამოყოფილიც ვარ, იმიტომ რომ ვერ ვუწყობ ფეხს. ბევრ პრობლემამდე მივყავართ ეკრანზე დამოკიდებულება მცირე ასაკიდან სკოლამდე. ყველა ასაკში თავის სირთულეებს იჩენს ეკრანზე დამოკიდებულება. მცირე ასაკში შეიძლება იყოს კვებასთან დამოკიდებულება, იმიტომ რომ ეკრანის გარეშე ბავშვი აღარ მიირთმევს, მეტყველების შეფერხება, იმიტომ რომ კომუნიკაციას არავინ არ ახორციელებს მასთან და მხოლოდ ეკრანი დაიღებს ინფორმაციას. ეს შეიძლება იყოს ქცევითი სირთულეები, როდესაც ეკრანს უთიშავან ტელეფონს ვართმევ, მე ტანტრომი მოსდევდეს ამ ქცევას და უამრავი ნეგატიური გამოვლინება ახლავს თან ეკრანზე დამოკიდებულებას. ხო, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გავრცელდა ახლა ამ თემაზე საუბარი და ეს მოწოდებები, რომ როგორმე უნდა მართოთ და დაუქვემდებაროთ მართვას ეს ამბავი და პირველ რიგში საკუთარ ცდუნებებს გაუძლოთ და ხო, შემდეგ უკვე ბავშვთან ვიმუშაოთ სწორად. ამ პოდკასტიდანაც კიდევ ერთხელ მაინც შევუერთდეთ იმ თხოვნას, რომ მშობლებისადმი პირველ რიგში, ძიძებისადმი, აღზრდებისადმი, ხო, მასწავლებლებისადმი თხოვოთ ყველას, რომ თვალყური ვადევნოთ ამ ამბავს და მაქსიმალურად მართოთ. და ერთ თხოვნას დავამატებდი კიდე რომ ბავშვთან გატარებული დრო, როდესაც რაღაც გარკვეული ამ ცხოვრების ტემპში ისედაც მცირე დრო გვაქვს, ძილამდე დრო გრჩება ფაქტურად ბავშვებთან ურთიერთობის, ჩვენი რაღაც შუამავალი არ იყოს ეკრანი. არ ვუკითხავდეს ხაპარს და აქეთ მე პირადად არ ვსკროლავდე ტელეფონს, როდესაც ბავშვთან რაღაცა თამაში ვარ ჩართული. ზოგჯერ უბრალოდ ესე იგი ალტერნატივის არცოდნა გვაფერხებს. რა არის საუკეთესო ალტერნატივები? გასულ იმისა, რომ თქვა ეკრანს მივაჯაჭოთ ბავშვი და ჩვენც რაღაცნაირად გვაწყობს თითქოს არა ეს მდგომარეობა, იმიტომ რომ მეც საშუალება მაქვს რომ თქვა რთული სამუშაო დღის ან კვირის ბოლოსკენ მაინც ოდნავ მაინც ამოვისუნთქო დავისვენო. რა შეგვიძლია კარგ ალტერნატივებად მოვიაზროთ? ასაკის შესაბამისად შეიძლება სხვადასხვა აქტივობა იყოს დაგეგმილი. თქვათ ვახშამი, რომელსაც ერთად გავამზადებთ, მივცე რაღაც უფლება, რომ მან დაჭრას ან თეფშები დაალაგოს და ეს პროცესი იმდენად საინტერესოა მათთვის და იმდენად ღირებული არის, როდესაც უშუალო კომუნიკაციაში ვარ და თანქმედებებს ვახორციელებ. სამაგიდო თამაში ყველა ასაკობრივ კატეგორიაზე მრავალფეროვანია უკვე, რომელიც შეგვიძლია რომ ოჯახში რაღაც ტრადიციად ვაქციოთ და გქონდეს დრო გამოყოფილი, რომელსაც ამას შეიძლება რაღაც ეზოს ეფექტამდე მივიდეთ მაინც. ვერ გავექცევით ამას. უშუალო ურთიერთობებს ვერ გავექცევით ამას. ვერ გავექცევით და რაც დრო გავამით უფრო დასაფასებელი გახდება. ამას გვაჩვენებს ყველაფერი მე მგონი. ძალიან დიდი მადლობა ამ საუბრისთვის. კარგად შევიჭვრიტეთ ბაღში. და დასრულებისას მინდა გთხოვოთ ახლა ჩვენ უკვე კოლეგები ვართ აზროვნების აკადემიის, ხო, ბაღის სკოლა და არის ძალიან მკაფიო ხიდები, არა მეტიც პირდაპირ თქვა რომ ბევრი ბავშვი ორივე ამ სამყაროს გაივლის და ცხადია გვინდა რომ ეს თავისთავად ეს ბაღი იქნება სკოლა თუ მათ შორის ეს გარდამავალი თუ ბანაკი თუ მათ შორის გადასვლის პროცესიც იყოს ძალიან ესეთი არა პოზიტიური კონსტრუქციული კარგი და ხელშემწყობი. რა არის ის თავარი რამე, რასაც აი გადმოიყურებენ პოზიტიური ცხადია გაგებით ბავშვები თქვენი სივრციდან სკოლის სივრცეში. ყველაზე მთავარი რაც არის, ეს არის მათი ინდივიდუალიზმი.
მათი ინტერესები მკაფიოდ გამოხატული რო იციან და რაც მთავარია აზროვნების უნარი, რაც ბავშვებს მცირე ასაკიდან ვუწყობთ ხელს, რომ ჩამოიყალიბონ და საკუთარი აზრის გამოხატვა იცოდნენ ყველა სიტუაციაში. მე რა მინდა და რა არ მინდა, პირველი ამის სწავლებით ვიწყებთ, რომ იცოდნენ რა არის მათთვის სასურველი და რა არის მათთვის არასასურველი. და მგონია ეს არის უნივერსალური პასუხი ყველასთვის. მათ შორის იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ ინდივიდუალიზაციას და გათამამებას უწოდებენ ხშირად ნეგატიურად უყურებენ, სინამდვილეში ეს არის სილაღე, ეს არის მართვა სწორედაც რომ, არა, საკუთარი ფიქრების, საკუთარი სურვილების, საკუთარი გამონათქვამების და სინამდვილეში ეს არის სწორედ ის უნივერსალური პრინციპები, რომელსაც თანამედროვე აღზრდა და განათლება უნდა ემსახურებოდეს, რა. დიახ, ჩემი ინდივიდუალიზმის აღიარებით მე პატივს ვცემ სხვის პირად საზღვრებსაც. ანუ, როდესაც ჩემსას აღიარებენ, მეც ვიცი, როგორ დავიცვა საზღვარი სხვისი პირადი სივრცის. ამიტომ ეს არ არის რაღაც თავისუფლება, რომელიც ყველგან და ყველაფერში იჭრება. არ არის, ეს არის ჩემი ინდივიდუალიზმის გამოხატულების საშუალება, რითაც ჩემს ემოციებს, ჩემს აზრებს, ჩემს ღირებულებებს ძალიან ისე მკაფიოდ გამოხატავ, ისე რომ სხვისასაც ვიცავ. მადლობა ძალიან დიდი იმისთვის, რომ ასეთი განძით და ასეთი ესტაფეტით მოდიან ბავშვები ჩვენთან. რა თქმა უნდა, ჩვენი მხრივ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს და გაღვივდეს ეს ხაზი. ახლა მინდა წესად გვაქვს 3 ბლიც შეკითხვით დასრულება საუბრის და უნდა დაგისვათ. კი ბატონო. პირველი შეკითხვა არის ასეთი, ის პერიოდი, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ, აი ეს სკოლამდელი პერიოდი, ხო? ერთი სიტყვით როგორ შეიძლება გამოიხატოს? ადრეული განათლება როგორ შეიძლება? სილაღე. ველოდი ამ სიტყვას. მადლობა ძალიან დიდი, რომ სწორედ ამ სიტყვით გაგვეცით პირველ შეკითხვაზე პასუხი. მეორე შეკითხვა მაქვს ასეთი, თქვენთვის რომელია ზაფხულის საუკეთესო წიგნი? ზაფხულის საუკეთესო წიგნი? ერიკ ემანუელ შმიტი მიყვარს ძალიან. და მისი კრებული ნოეს შვილი და მოთხრობების კრებული. არ არსებობს ზაფხული, არ წავიკითხო, იმიტომ რომ ყოველ ჯერზე სხვადასხვანაირად მზრდის. ჩემთვისაც ძალიან საყვარელი მწერალია, თუმცა ეს ნაწარმოები არ მაქვს საკითხული, ეს კრებული არ მაქვს საკითხული და ჩავინიშნე. მადლობა ამისთვის. და ბოლოს ხმებში რო გადავინაცვლოთ. რა ხმა აქვს ბავშვობის იმ პერიოდს, სკოლამდელ პერიოდს? რის ხმას შეადარებდით? ზღვის. ზღვა. ზღვა. ზღვის ხმას. ჩქეფარე. ძალიან ისეთი ძლიერი. იმიტომ რომ ძლიერია, ბავშვობა უნდა იყოს ძლიერი, რომ შემდგომი პერიოდიც იყოს ისეთივე წარმატებული. ჩქეფარე ტალღების ხმებს, ზღვის ტალღები. ძალიან დიდი მადლობა ამ კარგი საუბრისთვის. მადლობა თქვენ, ძალიან საინტერესო იყო და წარმატებებს გისურვებთ. ასევე